ეს არის ისტორია, რომელიც 1000 წელზე მეტია ვითარდება. ეს არის ისტორია უძველესი ციხესიმაგრის შესახებ, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო. მაღალი წრისა და ძალზე გავლენიანმა იტალიურმა ოჯახმა მე-10 საუკუნეში ააშენა ეს დიდებული ციხესიმაგრე. ამ ციხესიმაგრეს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ამ რეგიონის ისტორიულ განვითარებაში მთელი ისტორიის განმავლობაში. სხვადასხვა პიროვნებამ ის მინიმუმ 20 ჯერ დაიკავა და გამოიყენეს როგორც ბაზა, რათა ემართათ ქვედა სამი. ყოველი დაპყრობის შემდეგ მომდევნო მფლობელები ციხესიმაგრეს თავიანთი გემოვნებით გადააკეთებდნენ და აღადგენდნენ. მათ დაამატეს ახალი სექციები და უფრო თანამედროვე მმართველობის ეპოქას მოარგეს. როდესაც მასში დადიხარ, კედლებზე სხვადასხვა ეპოქები ჩანს. ბოლო დაპყრობა მოხდა 1711 წელს, როდესაც ლიმოლინოს ოჯახმა ციხე დაიკავა. რადგან ისინი ამ ტერიტორიას უკვე დიდი ხანი მართავდნენ, ბუნებრივიც იყო, რომ ეს ადგილით ძალით დაიკავებდნენ. მათი საბოლოო რეკონსტრუქციით ციხე იმ სახით გარდაიქმნა, როგორცაც დღეს ვხედავთ. გარდა ამისა, მათ ციხის შიგნით და მის გარშემო ღვინის წარმოება დაიწყეს. საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო დონის ღვინოებს აწარმოებდნენ. ამ კონკრეტულ ციხეს ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს ყველაფერს შორის, რაც კი აქამდე ჩვენს არხზე გავაშვებ. დოკუმენტალის განმავლობაში უფრო დეტალურად განვიხილავთ მის ისტორიას და არქიტექტურულ თავისებურებებს. დილამშვიდობისა ყველას მოგესალმებით Bros of Decay-ის კიდევ ერთ ეპიზოდში. მე ვარ ლესლი და დღეს იტალიის კიდევ ერთ ციხესიმაგრეს გაჩვენებთ. დღეს ჩემს კარდ მეგობართან ერთად ვიკვლევ. გამარჯობა მეგობრებო. მარინო ექსპლომოდან. ლესლისთან ერთად. დიახ, დიდი ხანია რაც ერთად დოკუმენტური ფილმი არ გადაგვიღია და ძალიან მიხარია რომ ისევ აქ არის ჩემთან ერთად და ირუნიც ჩვენთან ერთად იკვლევს როგორც ყოველთვის. დღეს აქ იტალიაში ფურგონით ვართ. აქ დავიძინეთ. გარეთ ჯერ კიდევ ღამეა და ეხლა მივდივართ მიტოვებულ ციხესიმაგრეში. კარგი, მზად ხარ მარინა. ყველაფერი წაღებული გაქვს. დიახ, ბოლოს და ბოლოს. ბოლოს და ბოლოს. ნახევარი საათის შემდეგ. კარგი, მოდი დავხუროთ ჩემი კარი. ხო, და მერე შეგვიძლია წავიდეთ. ბუმ. აი ეს. მოდით გავამჟღავნოთ ეს სილამაზე. და მოდით გავაგრძელოთ დათვალიერება. როგორც ხედავთ უკვე ტრადიციულ ტანსაცმელში ვარ გამოწყობილი. პალტო მაცვია, მაგრამ სრული სამოსი ზუნგ ჩანთაში მაქვს. ეს კი მაშინ გამოვიდანე ფოცა სასახლეში შევავთ. ისე აღფრთოვანებული ვარ რომ ამ ადგილს ვნახავ. სპეციალურად იტალიაში ჩავედი რომ ეს მიტოვებული სასახლე გადამეხო. ამიტომ ეს უნდა მოხდეს სწორედ ეხლა. მთელი კედელი ამ მხარეს ინგრევა. ფრთხილად. კარგად ხარ? კარგად ვარ. წავიდეთ. ეხლა მთავარზე ვართ. ციხესიმაგრის მთავარ გზაზე ვართ. ეს ადრე იყო მთავარი გზა, სადაც ციხესიმაგრის მფლობელები შემოდიოდნენ
თავიდან ცხენის ეტლებით და მოგვიანებით უკვე მანქანებით. გონი ციხესიმაგრეში შესასვლელი ვიპოვე. ეს პირდაპირ სარდაფში ჩადის. მოდით შევამოწმოთ ეს. შიგნით შეძვერი. მოდი შევამოწმო. უი. კი, კარგი. უბრალოდ ვიპოვე შესასვლელი ციხესიმაგრეში. როგორც ხედავთ, ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ ეს გზა მიგვიყვანს ამ უზარმაზარ ადგილში. ეს სასაცილოდ გამოიყურება. შეიძლება მოგცე. სანათი, მარინო. კარგი, ეხლა ჩელიჯერია. იმიტომ რომ ჯერ კიდევ ტანსაცმელი მაცვია. მონი ფეხებით წინ შევა. მე გველი ვარ. შიგნით ვართ, ყველანი. ასე რომ დავიწყოთ ეს დათვალიერება. როგორც ლიმონინოს ოჯახის ბოლო შთამომავალი, ვინც აქ ცხოვრობდა, კარლოსმა მემკვიდრეობით მიიღო მთელი ის სიმდიდრე, რაც მისმა ოჯახმა წლების განმავლობაში დააგროვა. მან თავისი მშვენიერი ცოლი ბეატრისი ახალგაზრდობაში გაიცნო და ისინი დაქორწინდნენ და ერთად მშვენიერი ცხოვრება აწყვეს. მათი ცხოვრების განმავლობაში მათ გააფართოვეს ის ბიზნესი, რომელიც მათთვის წინაპრებმა დააარსეს და ისე გაზარდეს, როგორც ვერასდროს წარმოიდგენდნენ. წინათაობებისგან განსხვავებით, კარლოს და ბეატრისს შედარებით პატარა ოჯახი ჰყავდათ. ისინი მხოლოდ სასახლის ერთ ნაწილში ცხოვრობდნენ და რამდენიმე მსახური ჰყავდათ. მას შემდეგ, რაც მათი შვილები უფრო ურბანულ ადგილებში გადავიდნენ საცხოვრებლად, კარლოსმა და მისმა მეუღლემ პენსიაზე გავიდნენ და ბიზნესი დახურეს. რამდენიმე წლის შემდეგ მათაც დატოვეს სასახლე, რადგან ის მათთვის ძალიან დიდი გახდა. ეს თითქმის 4 ათეული წლის წინ მოხდა. გარკვეული დროის განმავლობაში ისინი სახლს იდეალურ მდგომარეობაში ინარჩუნებდნენ. თუმცა მშობლების გარდაცვალების შემდეგ შვილებმა ამ შედევრისადმი ინტერესი დაკარგეს და ყველაფერი დროის მსვლელობას მიიღეს. ეს შედევრი 1000 წლის ისტორიის შედეგია და დღეს ჩვენ თქვენთან ერთად მასში ვიმოგზაურებთ. ამას ძალიან ველოდები. ჩემი ახალი ტანსაცმელი სპეციალურად შეკენეს და ეს პირდაპირ მე-18 საუკუნის სამოსია. ასე რომ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ ეცვათ ამ ხალხს, როგორ ცხოვრობდნენ ასეთ სასახლეში და მოდით ეს მართლაც დასამახსოვრებელი გავხადოთ. ამ სასახლეში სეირნობისას ოთახიდან ოთახში გადავინაცვლებთ და გაჩვენებთ ყველა დეტალს, რაც აქ არის სანახავი. და დავიწყებთ აქ სასადილო ოთახში. ეს არის იტალიური სასახლეა, ასე რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რითიც დავიწყებთ, არის ამ სასადილო ოთახის ჭერის დათვალიერება. შეხედეთ იმ დიდებულ ჭერებს, რომლებიც მათ დაამონტაჟეს. ეს შესრულებულია ცნობილი იტალიელი მხატვრის მიერ 1860 წელს. მაგრამ სამწუხაროდ სახელს ვერ გეტყვით, რადგან არ მინდა ამ სასახლის მდებარეობა გავამჟღავნო.
ის, რაც თავიდან კარლის და ქანდაკებებს გავს, სინამდვილეში სამგანზომილებიანი ხელოვნებაა, რომელიც კედლებზეა შესრულებული 1860 წელს. სამწუხაროდ უკვე ხედავთ, რომ ჭერზე ბზარები ჩნდება. ის იბზარება და ინგრევა. და ეს ისეთი რამაა, რაც ესეთ ციხეს არ უნდა დაემართოს. არ მესმის რატო, მაგრამ ეს ადგილი იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში არ არის. ჩემი აზრით უნდა იყოს. აქ იმდენი ისტორია. ერთ დროს 1491 წელს კაცი, რომლის სახელიც ახლა არ მინდა ვთქვა, ამ ადგილას მოწამლეს. და იმ დროის ჰერცოგმა დაიკავა ციხესიმაგრე და 200 წლის განმავლობაში იქ ცხოვრობდა დაუსჯელად. აი ასეთ ისტორიაზე ფიქრობენ ამ ადგილას. შეხედეთ ამ შესანიშნავ სპილენძის ჭახს, რომელიც აქ მაგიდის ზემოთ ჭერიდან არის ჩამოკიდებული. აი იმ ორი ანგელოზიდან ომნებსაც იქ ვხედავთ. და ეს იქნებოდა სასადილო მაგიდა, სადაც ყოფილი ოჯახი, ყოფილი მფლობელი ბატონი კარლოსი სადილობდა აქ თავის ოჯახთან ერთად. ყოველთვის ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორი უნდა ყოფილიყო ეს. ეს ადამიანები აქ მაგიდის გარშემოს ხედან სასიამოვნო ვახშამს მართავენ და ცხოვრებით თქმებიან. ვაუ. რა ადგილია. სწორედ ჩემს უკან აქ გვაქვს რამდენიმე არტეფაქტი, რომლებიც ამ შესანიშნავი ავეჯის ნამუშევრის გვერდით დარჩა, სრულად დიზაინით შექმნილი. აქ ბევრ ნახატსა და ხელოვნების ნიმუშს ნახავთ, უკვე ძალიან მომწონს ეს 1-2 მეთევზე, ალბათ იტალიის გარდას ტბაზე. მუშაობენ თავიანთ საქმეზე. აქ კიდევ რაღაცას ვხედავ. ეს არის რაღაც სახის სეიფი, სადაც ციხესიმაგრის ყველა გასაღების შესანახი ადგილია. ხედავ, ყველა გასაღები აქ იქნებოდა ჩამოკიდებული, კარგად დაიკეტებოდა და თვალს მოფარებული იქნებოდა. ასევე ძალიან მომწონს შპალერი, რომელიც ამ ადგილას დავაკარი. და ეს ერთ-ერთი საინტერესო ფაქტია ციხესიმაგრეების, დიდებული მამულებისა და სხვა მდიდრული ადგილების შესახებ. ყოფილი მფლობელები თითქმის ყოველ წელს ცვლიდნენ შპალერს, რათა სიმდიდრისა და ბრწყინვალების შთაბეჭდილება შეექმნათ და ოთახს ახალი იერი მიეცა, რაც იმ დროის გლეხებს არ შეეძლოთ. ასევე შეგვიძლია დავინახოთ, რომ სურო პირდაპირ კედელში იზრდება და ამ ადგილას შემოდის. ეს მართლაც საინტერესოა და ამავე დროს სევდიანი, დიანი. უბრალოდ კედლებში იზრდება. და ეს ალბათ ბატონი კარლოსი უნდა ყოფილიყო, შეგიძლიათ აქ ნახოთ თარიღი, რომ ეს გაკეთებულია 1909 წელს, ასე რომ ეს ნახატი დაახლოებით 111 წლისა. მარმარილოს ზედაპირი უდავოდ იტალიური მარმარილოა. და აქაც ვხედავთ, როგორ იპარება ბუნება ამ შენობაში და ითვისებს მას. კი, გარეთ ბევრი ფაშევანგია, რომელთა ხმასაც ალბათ ვიდეოს განმავლობაში ხშირად გაიგონებთ. ფაშევანგები უბრალოდ ისაა, რასთანაც მოგვიწევს შეგუება ამ ვიდეოს განმავლობაში, მაგრამ მოდი დავუშვებთ, რომ ეს შეგვიშლის ხელს და გავაქცევოთ ვიდეო. ამ კარადაზე აქ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ კვეთები, რომლებიც ასახავს ამ ციხის ისტორიას, რადგან აქ ჩანს ყურძენი. და 1771 წელს, როცა ბოლო ოჯახმა დაიკავა ეს ადგილი, მათ აქ ყურძნისა და ღვინის წარმოება დაიწყეს. ფაქტობრივად ეს ადგილი ღვინის საწარმო ციხედ გადააქციეს და ეს იყო ამ ადგილის ბოლო 200 წლის ისტორია. ასევე შეგიძლიათ ნახოთ მუსიკალური ინსტრუმენტები. მგონი ამ ხარეს არა, ეს მინდვრებიდან მოტანილი მარცვალია. ვაუ, ძალიან მომწონს როგორ გააკეთეს ეს კარადები ასეთი სიზუსტით. სამწუხაროდ შიგნით აღარაფერია დარჩენილი.
აქ ხედავთ საწამლავის შესხურებელს. მგონი ეს ფუტკრების დასაძინებლადაა, მაგრამ 100%-ით დაწუნებული არ ვარ. აქ ოთახის კუთხეში გვაქვს ძალიან ლამაზი შეზლონგი. საოცარი ნამუშევარია. ვაუ. გადაკრულია ამ ბეჟი ქსოვილით. და კედელზე მგონი გლეხი ქალი ლოცულობს. და აქ ოთახის კუთხეში გვაქვს ეს შვენიერი, ძალიან შვენიერი ბუხარი, ხუმელი, კომფორტული ხუმელი, როგორც წანწერაზე წერია. დიდი ხანია არ გამოუყენებიათ. აქაც უკვე გვაქვს ყოფილი მფლობელების რამდენიმე ფოტოც. მისი ფოტო სხვადანაც ვნახე ამ სასახლეში, ვეცდები ვიპოვო სადმე ამ ვიდეოში. აქ კიდევ ერთი ქალბატონის ფოტოა, ვცდი დავაფოკუსო. შეგიძლიათ ნახოთ მისი სიმამაზე, ვაუ. და აქ კედელზე ირემის კვეთაც არის. აქვე სასახლის გამოსახულებაც არის. უბრალოდ შესანიშნავია. და აგრეთვე შეხედეთ ამ ლამაზ საათის ციფერბლატს, რომელიც აქ გვაქვს. მთელ ზედაპირზე კვეთებია, თითოეული რიცხვი და ყველაფერი მოოქროვილია. კარგი, მგონი საკმარისი დრო დაუთმე ამ ოთახის ჩვენებას. ეხლა გავაგრძელოთ და დავათვალიეროთ ეს ადგილი. გავხსნათ ეს ლამაზი კარი. ზოგიერთი ოთახი შეიძლება ცოტა უფრო ცუდ მდგომარეობაში იყოს, ცოტა გადაკრილიც კი როგორც ეს. ეს ალბათ ბავშვის საძინებელი იყო, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული არ ვარ. აქ ვხედავთ თოჯინებს და სათამაშოებს, ასე რომ შეიძლება უსაფრთხოდ ვივარაუდოთ, რომ ეს ნამდვილად ბავშვის საძინებელი იყო. და ნახეთ, სად ეძინათ ამ ბავშვებს, ამ ლამაზი ნახატების ქვეშ. აქ კარადაში რაღაც ტანსაცმელია და როგორც ხედავთ, ეს ქალის ტანსაცმელია. უბრალოდ შესანიშნავია, აშკარად პატარა ბავშვის ოთახია. და ალბათ მშობლებმა დაკიდეს ეს ყველა ნახატი მის ოთახში. აქ არის წარწერები, რაღაც ტექსტი, კიდევ რამდენიმე სურათი, ციხესიმაგრის ძველი ფოტოები. აქ შეგვიძლია შორიდან დავინახოთ იგი. ვაუ, ეს მართლაც მშვენიერია. ესენი ციხესიმაგრის საფოსტო ბარათებია. ფაქსის აბარათი, ასე რომ ის თანამედროვე დროშიც გამოიყენებოდა და ერთ-ერთი გზა, რითაც შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ ციხესიმაგრე ძალიან ძველია, არის ის, რომ ყველაფერი, მაგალითად ელექტროენერგია, მოგვიანებითაა დამატებული. შეგიძლიათ დაინახოთ კაბელები, რომლებიც კარის ჩარჩოს გარშემო გადის. ელექტროენერგია ახლა აღარ მუშაობს, მაგრამ ყველაფერი მოგვიანებითაა დამატებული. დიახ, აქ ხედავთ იმ ქალბატონს, რომელიც სურათზეც ვნახეთ მგონი. ვაუ, ის შესანიშნავად გამოიყურება. კედელზე კიდევ ერთი ნამუშევარია. კარგი. ტუალეტის ოთახი, რომელსაც დეტალურად არ გაჩვენებთ და შემდეგ მივდივართ ამ ოთახში, რომელიც ბოლოსაა. ეს ადრე კიდევ ერთი საძინებელი იყო, როგორც ხედავთ. ვაუ, ეს მაშინვე მიიქცევ ჩემს ყურადღებას. შეხედეთ ამ ქანდაკებებს, ამ ჩუქურთმებს, ბავშვების ფიგურებს, რომლებიც საწოლის ჩარჩოზეა გაკეთებული. ეს უბრალოდ საოცარია. და ისინი აქაც არიან, კარადის ზედა ნაწილზეც. მე პირდაპირ ვაპირებ ამ ადგილას ძალიან დიდხანს გავატარო დრო. სავარაუდოდ 1 საათი ან მეტი. ასე რომ მოემზადეთ. ჩვენ სათავ გადასალოდ მივდივართ. აი ამ ოთახის ბუხარი და ეს ოთახი მრავალფუნქციური იყო. ასევე გამოიყენებოდა სამუშაო ოთახად. ასე რომ შეიძლება აქ მცხოვრები რომელიმე უფროსი ადამიანი ამ ოთახს სამუშაოდ იყენებდა.
აქაც ბევრი ფოტო დარჩა, ასევე აქ არის ყოფილი მაცხოვრებლის სათვალეები. კიდევ ერთი ქალბატონის ფოტოც კი. კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი. ისინი შვებულებაში, სანაპიროზე. არსებობს ფერადის სურათი. აქ ისინი გარეთ სხედან სკამზე და ეს კი ფოტოალბომია ხალხო. ვაუ, ეს არ არის უბრალოდ საოცარი. აი ციხესიმაგრის კარიბჭე, წინა კარიბჭე, რომლითაც დილით შემოვედით. საოჯახო სურათები, დასასვენებელი სურათები. აი იგივე ქალბატონია, რომელიც ახლა ხან ნახეთ ოთახში სურათზე. და ეს არის ციხესიმაგრის ეზო, რომელსაც მოგვიანებით გაჩვენებთ. მომხიბვლელია. ეს არის ის სურათი, რომელიც ახლა ხან ნახეთ. ქალბატონის სურათი. ვაუ. სამუშაო ოთახი, სადაც ყოფილი მფლობელი თავის საქმიანობას ატარებდა. და შემდეგ აქ ოთახის კუთხეში გვაქვს ეს ლამაზი რბილგადაგული სკამები. ეხლა შეგვიძლია სასადილო ოთახიდან პირდაპირ იმ კარიდან გავიაროთ, რადგან ის მიგვიყვანს ეზოში. ეზო აშენდა 1600-იან წლებში, როცა ამ ადგილის მე-19 მფლობელმა იგი გადაიბარა. შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ ციხესიმაგრე თავიდან აეშენებინათ, გაეკეთებინათ ეზო და შეგიძლიათ ზემოთაც ნახოთ ღვინის წარმოებისთვის განკუთვნილი სათავსო, რომელიც მოგვიანებით ამ ადგილას გამოიყენებოდა. ნება მომეცეცით, უფრო დეტალურად გაჩვენოთ დამხმარე ეზო. ნახეთ რა უზარმაზარია ეს ადგილი. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. შეგიძლიათ გარეთ დაჯდდეთ და აქ იტალიაში სასიამოვნო ნიავით დადგმეთ. მათ ეზოს შუაგულშიც კი ჰქონდათ ჯა, თუმცა სამწუხაროდ ვერ შევიხედავ შიგნით, რადგან იგი ამ საბურავით არის დაფარული. და როგორც ხედავთ, ისინი ცდილობენ ამ ადგილის აღდგენას, ყველგან ხარაჩოებია განთავსებული, რათა შეაჩერონ ის, რაც უკვე ხდება. ბუნება იბრუნებს თავის. სამწუხაროდ ვფიქრობ, რომ ამ მდგომარეობაში ეს ადგილი თითქმის ვერ არ გადარჩება. მე მგონია, რომ მე-16-მე-17 საუკუნეებში, როცა მუშახელი იაფი იყო, ეს ადგილი ადვილად აღდგებოდა. მაგრამ ახლა, როცა სამუშაო ასე ძვირია, თითქმის შეუძლებელია. ზემოთ ფანჯარაც კი აღარ არის. ძალიან სამწუხაროა ამის გაფიქრებაც კი, რომ ეს ადგილი ნელ-ნელა დაინგრევა და მომდევნო 100 წლეულებში უბრალოდ ნანგრევების დიდ გროვად გადაიქცევა. აქ იყო შესასვლელი კარი, მთავარი შესასვლელი, საიდანაც ხალხი ციხესიმაგრეში შედიოდა. მაგრამ ეხლა ჯერ სარდაფში უნდა ჩავიდეთ, რადგან იქ იყო საძარმო, იქ ხდებოდა ღვინის წარმოება და კიდევ რამდენიმე საინტერესო ნაწილი არის, რაც ამ სარდაფზე უნდა გაჩვენოთ. და თქვა, რომ კიბეზე სიარული ძალიან რთულია. კარგი. საწყობო თაღში აღმოჩნდები. დიახ, ესენი ღვინის შესანახი ავზებია. ისინი დანომრილია 39, 38, 27. ვაუ. აქ გვაქვს 2006 წლის კალენდარი. ჯერ არ ვიცოდი, როდის მიატოვეს ეს ადგილი, მაგრამ ეხლა რაღაც მინიშნება მაქვს, რაღაც მითითება. ესენი სინამდვილეში ძალიან თანამედროვე ავზებია, ასე რომ აქ ღვინოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ.
შეხედე ამას. ეს უბრალოდ საოცარია. მთელი სარდაფი სავსეა ღვინის აუზების რიგებით. ისინი ალბათ ყველა цаრიელია. მოდი ერთს გავხსნით. შევიხედოთ შიგნით. იქ უკვე აღარაფერია დარჩენილი. სასიამოვნოა სანახავად. აქ ჯერ კიდევ არის ღვინის დასამზადებლად გამოყენებული ყველა მოწყობილობა, ყველა შლანგი, ყველა დოქი, ნათურები, კაბელები, ელები, ყველაფერი აქ დადოვეს. პრივატო. წერია რომ პრივატოა. მაშინ შიგნით შევალ. და ეს უბრალოდ საერთო საწყობის ადგილია. ვაუ. ხო, აღარაფერია დარჩენილი. რა ადგილია. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩავიდეთ სარდაფში კიბით ქვემოთ. აჰა, აქ კედლებზე შეგვიძლია ვნახოთ სურათები თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ადგილი, როცა მუშაობდა. საინტერესოა. და ესენი არის ვენახები, რომლებიც ციხესიმაგრეს აკრავს. ცევით თის წვერზე შეგვიძლია დავინახოთ ციხესიმაგრეც. ამიტომ ყველა ყურძენი შეგროვდება და ციხესიმაგრეში მიიტანენ. კარგი, ეხლა ამ ადგილის ყველაზე დაბალ სართულზე ჩავდივართ. ჯერ მარცხნივ წავიდეთ. ეს ციხესიმაგრის უფრო ძველი ნაწილებია. ონლაინშიც კი წავიკითხე რომ ამ სარდაფში. ასე რომ ვეცდებით რიპოუთის. შეხედეთ ათასობით შამპანურისა და ღვინის ბოთლს. მათ სხვადასხვა ტიპის ღვინო აწარმოეს. ასე რომ მათ ბევრი სხვადასხვა ბრენდი ჰქონდათ, რომელსაც აწარმოებდნენ. შეიძლება ციხე აქვე იყოს. ეს რაღაცა ციხეს გავს. გონი რასაც ვხედავთ, ეს არის ციხის საგანი. კარგი. ციხე მიტოვებულ ციხესიმაგრეში არასდროს მინახავს. ამდენი არტეფაქტი დარჩენილია აქ. ამიტომ ალბათ რამდენიმე სავსე ბოთლი ღვინოც იქნება. ხო, შიგნით ჯერ კიდევ არის შიგთავსი. ვაუ. ასობით გაუყიდავი ღვინის ბოთლი. იყო დრო, როცა ამ ბოთლებს გარშემო ქაღალდის ყუთები ედო. მაგრამ წლების განმავლობაში ისინი გაფუჭდა. ეს ბოთლები ჯერ კიდევ არ არის დაეტიკეტებული. ისინი მთლიანად ღვინით არის სავსე. სინამდვილეში ძალიან მინდოდა ამ ღვინოებიდან ერთის დაგემოვნება, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩემი მკვლევარის გული ამბობს, არასდროს ამოიღო არაფერი მიტოვებული ადგილიდან. კედელში პატარა ხრმულია. კარგი, წავიდეთ მარჯვნივ. მოდით ვნახოთ რა არის იმ მხარეს. როგორც ხედავთ, ამ ადგილას ელექტროენერგია ჯერ კიდევ მუშაობს. ის ჩართულია კიდეც. აქ შეგიძლიათ ნახოთ ორი ნათურა, მაგრამ ამ პანელზე ყველაფერი გამორთულია. შეგიძლიათ ნახოთ ჰობობის ქსელები მის გვერდით. და აქ გვაქვს ღვინის შესანახი კიდევ ერთი ნაწილი. მოდით კიბით ისევ ზემოთ ავიდეთ. მოდით გადავიღოთ ამ ადგილის დარჩენილი ნაწილი. როდესაც ეს ციხე აშენდა მე-10 საუკუნის დასაწყისში, ის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო იმ ზომისა, რაც ახლა. მის 1000-წლოვან ისტორიაში ციხე რამდენჯერმე გადაკეთდა და მას ახალი ნაწილები დაემატა. აქეთ-იქით. მიჩნეულია, რომ ის მინიმუმ 15 ჯერ მაინც გადაკეთდა. შუა საუკუნეების არქიტექტურის დიდებული ნიმუში. შენობა ცენტრალური ეზოს გარშემო 5 სართულად იწევა.
მისი მაღალი კედლები გარედან თავდასხმებისგან იცავდა, ხოლო შიგნით ცხოვრებას სასიამოვნოა. ყოველი ოთახი უნიკალურად არის გაფორმებული და მთლიანობაში ეს ადგილი 40-ზე მეტ ოთახს მოეწონა. ციხე იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. ამ დოკუმენტურ ფილმში ჩვენ ასევე აღმოაჩენთ, რომ ციხის ქვეშ რამდენიმე დამალული გვირაბია. მისი არსებობის უფრო ადრეულ და ძალადობრივ წლებში გვირაბები ალბათ გაქცევის მარშრუტებად გამოიყენებოდა. ახლახან სარდაფიდან გამოვედი, ისევ ეზოში დავბრუნდი და პირდაპირ წვიმის სუნი ვიქცენი. რა კარგი სუნია. და ეს იტალიისთვის ძალიან იშვიათი შემთხვევა, რადგან აქ ასე ხშირად არ წვიმს. ვაუ, როგორ წვეთავს წვიმა აქ მცენარეებს. რა სუნია. უკვე ვგრძნობ, რომ ამ ვიდეოს შემდეგი ნაწილი საოცარი იქნება, ასე რომ აღარ დავკარგოთ დრო. სწორედ ჩემს წინ, ჩემი აზრით, ამ მთელ სასახლეში ყველაზე ლამაზი ნაწილი და ყველაზე ლამაზი ოთახია. ეს არის მთავარი ნაწილი, ამ ადგილის საცხოვრებელი ნაწილი. მოდით შევიდეთ შიგნით. ეს ოთახი ეზოსთან ერთად აშენდა მე-17 საუკუნეში. შუა საუკუნეების ოთახია, თაღებით, სვეტებით და ყველაფრით, რასაც ესეთ ოთახში ელოდებით. საოცარია. მომწონს, რომ აქ მართლა საერთოდ არ არის ელექტროენერგია. ერთადერთი რაც გაქვთ, ეს ჭაღებია. გონი დაახლოებით 30 სანთლის დამჭერია მათზე. და ამ ოთახში 4 ესეთი ჭაღი გვაქვს. და ამ ჭაღებზე იქნებოდა 30 სანთელი, სულ 120-მდე. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ეს. იმ დროის პერიოდში. საღამოს ასეთ ოთახში ჯდომა. კავის ფინჯნით სიამოვნების მიღება. ეს ყოველთვის ისა, რაც მომწონს, როცა ესეთ ადგილებს ვიკვე. უბრალოდ წარმოიდგინე, როგორ იჯდავი რაცა იქ ბუხართან. კავის ფინჯნით ხელში და იხსენებდა მოგონებებს. აქ ძალიან კარგი გარემოა. ყავის მაგიდის გარშემო რბილი სავარძლებია დადგმული. ამ პატარა ლამას ხალიჩას რომ დააკვირდები, მშვენიერი ფერებია. გვერდით კი სერვისის ეთლი დგას. ვაუ. ეს ბუხარი პირდაპირ უზარმაზარია. ეს 400 წლისა, როგორც უკვე ლითხარი. და შეგიძლია დაინახო, რამდენად უზარმაზარია ის. იმ ხის მორებიდან, რომლებიც შიგნით უნდა დაეწყოთ. ისინი ჯერ კიდევ შიგნით არიან. ზოგი ხის მორი, რომელიც არასდროს ამოუღიათ. ზემოთ ფარშევანგის ბუმბულებია. ძალიან კარგი დეტალია, რადგან ეს ციხე ყველგან ფარშევანგებითაა გარშემოთმული. ეს ციხის სიმბოლოსავითაა. ძალიან სამწუხაროა ამის ნახვა. აქ იატაკზე ეს მშვენიერი სათამაშო გაქვს. ნამსხვრევება და აქცეული. და მის გვერდით რაინდის საბჯარია. პირველი რაინდის საბჯარია, რომელიც ოდესმე მინახავს ამ არხზე. მე მინახავს ხელთათმანები. მინახავს რაინდის საბჯრის სხვა ნაწილებიც, მაგალითად ჩაფხუტი. მაგრამ აქ ვხედავ სრულ რაინდის საბჯას. სამწუხაროდ ჩაფხუტის გარეშე. მაგრამ მაინც ძალიან კარგი აღმოჩენაა. შეხედეთ რა დეტალურადაა აქ დიზაინი შესრულებული. ჩვენ ხედავთ რაინდს, რომელიც ცხენზე ზის, ბრძოლის ველზე. ქვემოთ დრაგონს კლავს. ალბათ ძალიან რთული იყო ბრძოლა ასეთი მძიმე ჯავშლით. ძალიან დიდი დატვირთვაა სხეულზე. მე ამას არ გავაკეთებდი, ნამდვილად არა. და ამ ოთახის ამ მხარეს გვაქვს შუბები ბრძოლის ველიდან. სავარაუდოდ 1600-იან წლებამდე ეს შუბები გამოიყენებოდა მიწების და ციხესიმაგრეების დასაპყრობად. შეიძლება ოდესღაც სისხლითაც ყოფილიყვნენ მოსვლილი, ვერედი ჩამორეცხეს და აქ გამოფინეს.
სინამდვილეში ეს ძალიან შემაშფოთებელი აზრია. ამ კედელზე კი ხედავთ ყველა დიპლომს, რომელიც ამ ადგილის ყოფილმა მფლობელებმა თავიანთი ცხოვრების განმავლობაში მიიღეს. საინტერესოა ამის ნახვა. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეს ჯორჯიოს დოქტორატის დიპლომია. ამას ძალიან ახლოს არ მიუახლოვდები, რადგან ამ ნაჯრიდან ნამდვილად შეიძლება ადგილის გამოვლენა. საოცარი. აქ თუნდაც ერთი ბოთლი როზე ღვინოც კი დატოვებულია. და შემდეგ პირდაპირ ჩემს წინ გვაქვს გაშლილი ჭადრაკი. ამ ადგილის მფლობელები საღამოს ამ ჭადრაკის მაგიდასთან ჭადრაკს თამაშობდნენ. იქ სანთელიც კიდევს, რომელსაც თანადარებდნენ. მიყვარს ეს რბილად გაწობილი სკივრები, რომლებიც მის გარშემო გვაქვს. და შემდეგ კიდევ მეტი შუბი კედელზე. იმ ბრძოლებიდან, რომლებიც წლების განმავლობაში მოიგეს. ეს ისეთი უზარმაზარი ოთახია, მეგობრებო. ვაუ, ჭერი მინიმუმ 4 ან 5 მეტრის სიმაღლისაა. ოთახის შუაში 4 სვეტია უკაცრავად, 3 სვეტი. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოთახია, რომელშიც ოდეს მე ვყოფილ ვარ ციხესიმაგრეში. მომხიბულელია. მაგრამ ამ ადგილს 1000 წელზე მეტი ისტორია აქვს. და აქედან შეგვიძლია გავიხედოთ გარეთ ამ ადგილის ლამაზ ეზოში. იმ დროს აქვე ნახები იყო, მაგრამ მოგვიანებითებით ისინი გადააკეთეს. ბუნება მისევ დაიბრუნა ისენი. რა ლამაზი ხედია. ვაუ. და აქ კედელზე გვაქვს უძველესი მახვილი. ეს ნამდვილად არ გამოუყენებიათ ბრძოლაში. ის უბრალოდ ძალიან დიდია. ეს უბრალოდ ხელოვნების ნიმუშია. მოდით ვნახოთ. ამ მხარეს კიდევ რა გვაქვს? სასახლის რუგა. ამჟამად ამ ოთახში ვართ. და კიდევ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 ოთახი გვაქვს გასავლელი. სანამ ქვედა სართულებს დავამთავრებთ. აი რამდენად დიდია ეს სასახლე. კიდევ რამდენიმე საკითხია გადასაწყვეტი. ბოლო გადახედვა ამ საგულდაგულოდ მოწყობილ ლამაზ ოთახს. და შემდეგ გადავინაცვლებთ სხვა ოთახებში. ხვა ოთახებში. ეხლა მოვისალმებით ამ სასახლის დასასვენებელ ოთახში, სადაც თამაშობდნენ, კონიაკს სვამდნენ და უბრალოდ კარგად ატარებდნენ დროს. ამას შეგიძლიათ კაცების კუთხეც უწოდოთ. ეს მართლაც შესანიშნავი ოთახია, მეგობრებო. და აქ ჩემს წინ ყველაზე დიდი ბილიარდის მაგიდა, რაც კი ოდესმე მინახავს. მეორე ასეთი ბილიარდის მაგიდა მიტოვებულ ციხესიმაგრეში ვნახე, რომელიც თითქმის ამხელა იყო. ზემოთ ანოტაციებში დავამატებ მულს, მაგრამ ეს უბრალოდ უზარმაზარია. და ასობით წლის განმავლობაში ადამიანები ამ მაგიდის გარშემო თამაშობდნენ და დროს კარგად ატარებდნენ. შეგიძლიათ პირდაპირ ნახოთ, როგორ დგანან იქ და ბილიარდს თამაშობენ. ვაუ. მომხიბულელია. მიყვარს ხე, რომლითაც ეს მაგიდაა გაკეთებული. ქვემოთ 4 სვეტი აქვს. მოდით უფრო დეტალურად დავაგვირდეთ. ვაუ. აქ კედელზე ერთ-ერთი ყოფილი მფლობელის ლამაზი პორტრეტი კიდია. ტიპიური იტალიელი მამაკაცია უაშით და ნამუშევარიც მშვენიერია. გლეხების გამოსახულებები. იტალიელი გლეხები ძველად ბუხართან ვახშმობენ. ტიპიური იტალიური ქალაქი. იტალია ისეთი შვენიერი ქვეყანაა, ღრმა ისტორიით და მე უბრალოდ მთლიანად შევიყვარე ის, როცა პირველად ჩამოვედი აქ
ამ ადგილების აღმოსაჩენად. ამ დივნის უკან გვაქვს ქულების მრიცხველი, რომელიც აჩვენებს, რა შედეგი მიიღეს ადამიანებმა თავიანთი თამაშით. კარგი, ეს კედლიდან მოძრაობს, ასე რომ აღარ მივეკარები და აღარ შევეხები. ყველა კიუ აქ ინახება. ეს პატარა ეკრანი აქ ზემოთ რაღაცას აჩვენებს. ეხლა იქ ქვეშ გვაქვს ეს მშვენიერი რბილი სკამები. და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ოთახში ასევე იყო ბუხარი, რომელიც ოთახს ხიბლს და სინათლეს მატებდა. ესენი სანთლის დამჯერები არიან აქ წინ? არა, ესენი სანთლის დამჯერები არ არის. ბოდიში. და შემდეგ აქ კედელზე კიდევ რაღაც გვაქვს. ესენი ძველ წარწერებს გავს. ამაზე წერია 1328. ეს ნამდვილად უბრალოდ სურათია, მაგრამ ისინი იმდროინდელ წარწერებს გავს. ისინი ყველა აქ კედლებზე იყო გამოფენილი. ეს ბუკლეტია, რომელიც სავსეა ღვინის სახელებით. ითკარტო, დელ კოგლიო, პინო ბლანკო. კარგი, და აქ არის ღვინის ფასები. ეს ძალიან საინტერესოა. და კიდევ ნახატი, სადაც ვიღაცა ღვინის ბოთლს სვამს. სასიამოვნო. და კიდევ რამდენიმე წარწერა. და როცა ბილიარდის თამაში დაასრულე, შეგიძლია ფანჯრიდან გაიხედო. და შემდეგ დასვენების ოთახიდან პირდაპირ გადავდივართ შემდეგ სასადილოში, მეორე სასადილოში, ადილოში. და ეს არის ყოველდღიური სასადილო ოთახი, რომელსაც ისინი ყველაზე ხშირად იყენებდნენ. მოდი შევხედოთ მას. ისე ხვდები, რომ ეს არის ყოველდღიური სასადილო ოთახი, რომ ჭერზე არ არის დეკორაცია. და სასახლის მფლობელები, როგორც წესი, სტუმრებს ყოველთვის ყველაზე მდიდრულ ოთახებში ათავსებდნენ. საოცარი მაგიდაა, რომელიც ამდენი წლის შემდეგაც კი შენარჩუნებულია. თებშები ჯერ კიდევ მაგიდაზეა. ჩანს, რომ წლების განმავლობაში მტვერი დაუგროვდა. ვაუ! აქ კუთხეში რამდენიმე რბილი სკამია, რა ლამაზი ყვითელია. და აქ კედელზე კოლიზეუმია ჩამოკიდებული, რომის უდიდესი სიამაყე. და ეს ლამაზი კარადა პირდაპირ მის გვერდით. ხედავ, რომ ამაზე ზღვის ნიჟარები აქვს ამოტვიფრული. სინამდვილეში ძალიან კარგი დეტალია, რაც ამაში ჩადეს. ამ ნამუშევარშიც შეგიძლიათ ნახოთ ღია დატოვებული ხე და ხის სიმეტრია. ეს უბრალოდ მომხიბვლელია. ნახეთ, არჩა თუ არა რამე ახლა. კარადაში უბრალოდ რაღაც შემთხვევითი ნივთებია. ამ ოთახში კიდევ საშობაო ნაძვის ხეა. რას აკეთებს ის აქ? შეიძლება ეს ადგილი შობის პერიოდში მიატოვეს. და ეს ერთ-ერთი იმ ნაძვის ხეთაგანია, რომელზეც ზემოდან თოვლის ფხუნილია მოკრილი. სხვა სასახლის სურათი. ეს კუთხის ავეჯი ძალიან მომწონს. ეს კუთხის საგამოფენო მაგიდა. ამასაც უამრავი საათის შრომა აჩადებული. საოცარია. საოცარია ხალხო. და რა თქმა უნდა, ყველა ოთახი ეზოს გადახურებს. ეს მართლაც მშვენიერი ნაწილი იქნებოდა. აქ ჯდომა და გარეთ ხურება. იქიდან სადაც ჩახმატის დაფა ვნახეთ. კიდევ რამდენიმე ფიგურაა. კარგი, და ეხლა ყველა გაოცებული დარჩებით. ეხლა დროა ციხესიმაგრის შემდეგი ნაწილისთვის. და ეს ისევ ეს მშვენიერი სასადილო ოთახია. და მესამე სასადილო ოთახი ამ ადგილას. როგორც ჩანს, ხშირად უცვლიდნენ სასადილო ოთახებს. შეიძლება ერთი საუზმისთვის იყო, ერთი სადილისთვის, ერთი ვახშმისთვის, რინიცის.
ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ოთახია ამ ადგილას და მე გაჩვენებთ რატომ მიყვარს ასე ძალიან. პირველ რიგში ყველაფერი ამ კუთხით იწყება. ამ კუთხეს თავისი ხიბლი აქვს. დივანი, მის გვერდით კიდევ ერთი პატარა დივანი და კუთხეში ხუმელი, რომელიც წლების განმავლობაში თლიანად დამწვარია. მაგრამ ამ ოთახში ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება ამ სურათმა მიიპყრო, რომელიც აქ გვაქვს. ორი ქალი ერთად ზის და ახალგაზრდა ბიჭი მათთვის ვიოლინოზე უკრავს. და ეს ზუსტად ამ კუთხის ასახვა. ეს სურათი აქ არის შექმნილი. საოცარი ამის ნახვა. ამ ადგილის ყოფილი მცხოვრებლები. მე ასევე ვუყურებდი ღუმელს და ვფიქრობდი, რატომ იყო ასე დამწვარი. ნახე, აქ ქვემოთ ფერფლი დევს. ვიღაცა მაგ შუაში ცეცხლი დაანთო და მერე იქით გავრცენდა. საკვამური, რომელიც ციხესიმაგრიდან გარეთ გადის. და შემდეგ გვაქვს ეს მშვენიერი კედლის საათი. საათის ციფერბლადიც ისევ იქ არის. ყოველთვის ყველა კარადას ვამოწმებ, რომ ნახო, შენძლებთ თუ არა, რაიმე კვალი ვიპოვოთ ყოფილი მაცხოვრებლების შესახებ. ლამაზი დეკორატიული კარნიზი კარის ზემოთ, რომელიც მეორე ოთახში გადის. აქ ამ გამოფენის მაგიდაზე ზღვის ნიჟარების კოლექცია გვაქვს. ეს დიდი ალბათობით ძალიან დიდი მიდიის ნიჟარაა. საინტერესოა. შეხედე ამ სპილენძის ფირფიტას. ვაუ. ძალიან დიდი ნიჟარა აქ ქვემოთ. ეს ალბათ ბინდში გადაღებული ციხესიმაგრეა. ფონზე მზის ჩასვლა ჩანს. ამ ადგილის მშვენიერი სურათია. და რა თქმა უნდა, ეხლა იტალიაში ვართ. ესეთ ადგილებში ჭერებს ყოველთვის უნდა დავაკვირდეთ. როგორც ხედავთ, ამ ოთახის ჭერზე ათასობით ვარსკვლავია გამოსახული. ყველა ის მორთულობა, რაც გასშემო. და შემდეგ აქვე პირდაპირ ჩვენს წინ სასადივო მაგიდა. როგორც ხედავთ, მაგიდის გარშემო 6 სკამია და ეს რაღაცას გვეუბნება ამ ოჯახის ზომაზე. ასე რომ კარლოსი, ამ სახლის ბოლო მფლობელი და ოჯახის უფროსი, თოგაიდა თავის ცოლთან, ლილისთან და შვილებთან ერთად აქ სატილობდა. მე მინახავს იტალიაში სასახლე, სადაც იყო ძალიან დიდი სასადილო მაგიდა და დაახლოებით 20-მდე სკამი. და იმ სასახლეში ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ბაბუა იქ ცხოვრობდა და ასევე ზოგიერთი ნათესავი და ოჯახის წევრები ყველანი იქ ცხოვრობდნენ. მაგრამ აქ, როგორც ჩანს, მხოლოდ პატარა ოჯახი ცხოვრობდა. ლამაზი სარკე ზემოთ რამდენიმე განათების მოწყობილობა და ისევ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეს ყველაფერი მოგვიანებით არის დამატებული. კაბელები გადის სასახლის ყველა კუთხეში. ქვების კოლექცია. როგორც ჩანს, ზღვის ნიჟარებით იყვნენ გადაცებულები. შეგიძლიათ ყველგან ნახოთ ისინი ამ ადგილას. ლამაზი კარადა და ზემოთ რამდენიმე ხელოვნების ნიმუშია. ანგელოზი, რომელიც სეციდან ჩამოვარდა და ამ კარადაზე დაეშვა. აქ კიდევ რამდენიმე არტეფაქტია, პატარა ლაზერული მაჩვენებელი. ამ ადგილიდან რამდენიმე შტამპია, თარიღიანი შტამპებია.
და ჩაკეტილია 1969-ზე. რა გავაკეთე? რაღაც ვიგრძენი იატაკზე. მოდი ლამაზად დავაბრუნოთ. რამდენიმე ჭიქა, რომლითაც ამ ადგილის სტუმრებს სასმელს მიართმევენ. და კიდევ გვაქვს ქვებისა და ზღვის ნიჟარების კოლექცია. ვაუ. ეს მართლაც საინტერესო ნიმუშებია. ალბათ ძალიან ძვირი ცხირს. ამ საკითხებში ბევრი არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან ძვირია. ეს არის კარის ღიობი, რომელიც ეზოში გადის, ასე რომ შეიძლებოდა გაეხსნათ და პირდაპირ ეზოში შესულიყავი. მოდით ვნახოთ, დღესაც შესაძლებელია თუ არა ეს. როგორც ჩანს, ეხლა დაკეტილია. ამ ბერკეტის ჩამოწევა არა სამწუხაროდ აღარ იხსნება. წავიდეთ ოთახის სამხარეს, სადაც კიდევ ერთი ვიტრინა გვაქვს ზემოთ ბავშვის თოჯინით. ეს პლასტმასის თოჯინაა. მეგონა ფაიფურის თოჯინა იყო. შესანიშნავი ვიტრინაა ქვემოთ. აქ კაცის სურათიც არის. და აქ არის იტალიური აღწერაც 1965 წლით დათარიღებული. სხვა არტეფაქტებიც არის, ეს კარადა, რაღაცა ნივთები და სხვა რაღაცები. ლამაზი ღია ბუხარია აქვე, მის გვერდით. ამ ადგილას ყველგან კვლავ გვხვდება დიდებული კურწნის მოტივები. საოცარია. ნაკურთხი წყალი დურდისიდან. და კიდევ ერთი კედლის საათია გვერდით. და აქ ისევ ჩნდება ფარშევანგის დიზაინი. ასე რომ ფარშევანგებს რაღაც კავშირი ჰქონდათ ამ ციხესთან. შეიძლება ისინი აქ იყვნენ მთელი ეს დრო. ზემოთაც შეგიძლიათ ნახოთ საათის ციფერბლადზეც ჩანს ფარშევანგის დიზაინი სპილენძში ამოჭრილი. ვაუ. ამ კაცს რა უჭირავს? ეს ქანდაკება გადახილია. სამწუხაროა, მაგრამ როგორც ჩანს, ის რაღაც მუშაა. იქ ქვემოთ რამდენიმე ნიჩაბია. აქ ხედავთ ამ ჯავშნიან ქალბატონებს. მებრძოლები. ჯარისკაცები. მართლაც საკმაოდ სექსუალურად გამოიყურებიან, უნდა ვთქვა. ეს სარკიან ტუალეტის მაგიდას გავს. ლამაზი დიზაინებია გვირგვინზე. ამ ოჯახსაც რაღაცა კავშირი ჰქონდა ომთან. ამას ყველგან ხედავთ. ბოლო 1000 წლის განმავლობაში, რაც ეს ადგილი აშენდა და აქ არსებობს, ომებში იყო ჩართული. შეგიძლიათ ნახოთ ეს კაცი, რომელიც სამხედრო ფორმას ატარებს. როგორც ჩანს, ეს იტალიური არმიის ფორმაა. აქ არის ჯარისკაცის ძველი ფოტო. კარლოსი ხდება რამდენიმე ბიზნესმენს. შესანიშნავად გაფორმებული კარადა. გამოფენის მაგიდა ბოდიშით აქაც. და ეს გავს კედელში ჩაშენებულს, სადაც ხის ტოტებია მოთავსებული. სახელოვნებო გამოფენის მსგავსი რამ. ქვემოთ დივანია, შეგიძლია აქ ხამით დაისვენო და სიამოვნება მიიღო. ბოლოს კიდევ ერთხელ გადავხედოთ მთელ ამ ოთახს და უნდაოდ ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ოთახი ამ დიდებულ სასახლეში.
და ეს გადაგვიყვანს ამ სასახლის შემდეგ ნაწილში. მოხარული ვარ, რომ ესეც გაჩვენოთ. შიგნით შემოდით. პირველი რასაც მინდა რომ დააგვირდეთ, არის ჭერი. კიდევ ერთხელ ვერ უწყვეთ აქ იტალიაში ჭერების ყურებას და ამაზეც ოჯახის ინიციალებია გამოსახული. ყურძენი, მუსიკა და ყველაფერი, რასაც ეს ოჯახი განასახიერებს. თუნდაც გედი, რომელიც ტბაშია. ლამაზი ჭაღით, რომელიც ოთახის შუაში კიდია. საკუთარ ხასიათს აძლევს. სიყვარულს ანიჭებს. აქვე დატოვებულია ყოფილი მაცხოვრებლის ფოტოც. და ზემოთ სარკეა ჩამოკიდებული. ვაუ. ხელოვნების ნამუშევარი, რომელიც ალბათ ამ ადგილის ერთ-ერთმა მცხოვრებმა შექმნა. როგორც ჩანს, ხედით შექმნილი ნამუშევარია. და ეს არის დიპლომი. თარიღით 1934 წელი. და ისიც კი ჩემს ენაზეა დაწერილი. Aldium in Rearden Dolsting is telling. მსოფლიო გამოფენა. ასე წერია იქ. და ის განკუთვნილია მონსიე ლა კომანდ დე რომანიუსთვის. ვაუ. ლამაზია. ჩემს ქვეყანაში მან ეს დიპლომი მიიღო. შესანიშნავი ხუმელი პირდაპირ მის გვერდით. მიყვარს თეთრი კაფელი მის გვერდით. კასტელ მონტე. სასახლიდან გამოდის საყვამური. თუ ოდესმე შევძლებდი ესეთი ზომის სასახლის გამოკვლევას, კი, მაშინ აუცილებლად უნდა გადავიღო მთელი სერია ამ ადგილზე. სწორედ ჩვენს წინ კიდევ ერთი დიდი სარკეა. საოცარი გამოფენა. ლამაზად მოოქროვილია გვერდებზე. აი მისტერ კარლოსის ჩიბუხებია. ვაუ. აქ შეგიძლიათ რამდენიმე მოსაწევი მილი ასე ვერტიკალურად დააბენოთ. იმ დროს ხალხი ბევრად უფრო მეც ეწეოდა. მგონია რომ ესენი მოსაწევი მილებისთვის განკუთვნილი ანთების ღერებია. სპეციალური ავეჯი მხოლოდ მოწევისთვის. აქ მთის ფერდობია გამოსახული. და მის წინ საქანელა სკამი დგას. მიყვარს ეს შეზლონგი, რომელიც აქ გვაქვს. ვაუ. ძალიან კარგი ნივთია. უნდა დავწვე მასში და თქვენთვის გამოვცადო. ეს უბრალოდ დასასვენებელი ადგილი იყო, დასასვენებელი დივანი, შეზლონგი, სადაც ადამიანები შეეძლოთ წაეძინათ, წაეკითხათ წიგნი და უბრალოდ სინამდვილეში ეს ძალიან კომფორტული სკამი. კი, შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ ვისვენებ მასში. უბრალოდ დღის ბოლოს მოდუნება, გვერდით სასიამოვნო სასმლის ჭიქით, ნელ-ნელა სმა და დიდი ოცნებების ფიქრი. არ მიჩვენებია თქვენთვის ეს სურათები, რომლებიც აქ შეზლონგის ზემოთ გვაქვს. ეს მშვენიერი გოგონა. და ეს ნახატი ამ მხარეს. ისიც ძალიან კარგია. და კიდევ ერთი გვაქვს ამ ქალის. და ეს მშვენიერი სპილენძის ლამპარი პირდაპირ მის გვერდით. ყველაფერი ესეც სასახლეში წინასწარ არის განჯურედელი. ფარდები, ჭერი, შპალერი, თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია. და ეს გვიყვანს სხვა ოთახში. და ეს არის 60-ის საძინებელი, როგორც მე მიყვარს ამის წოდება. ეს არის ერთადგილიანი საძინებელი, სავარაუდოდ ისევ ბავშვის, რომელიც აქ იძინებდა. აქ ადრე იყო ფარდა, რომელიც საწოლზე ეშვებოდა და ქმნიდა 60-ის საწოლის შთაბეჭდილებას. თითქოს შეგიძლია ზევით აიწიო.
მიყვარს ამ საძინებლის სტილი. კიდევ ერთხელ შესანიშნავი ჭერია. ყვავილები, ფრინველები და ყველაფერი იქაა გამოსახული. და ეს სავარაუდოდ გოგოს საძინებელია. აქ გვერდით გვაქვს უზომოდ ლამაზი ტუალეტის მაგიდა, სადაც დილით თავის მომლას შეძლებდა. ამ ადგილას ყველგან დარჩენილია ეს პლასტმასის ხილები. არ ვიცი რატომ არიან ისინი აქ, მაგრამ ყველგან პლასტმასის ხილებია. ეს კიდევ ერთი ტუალეტის მაგიდაა? დიახ, ასეა. ვაუ. ეს იგივე სტილშია, როგორც კარადა, რომელიც ოთახის მეორე მხარეს გვაქვს. მარმარილოს ზედაპირი. აქ რამდენიმე ქვაა, თქვენ ყველგან ამ ადგილას ქვებს ხედავდით. და რა თქმა უნდა, იტალია იყო და დღემდე რჩება ძალიან რელიგიურ ქვეყნად. ჩვენ ხედავთ რელიგიურ სიმბოლოებს, მაგალითად, ნაკურთხ წყალს და იესო ქრისტესა და მარიამის გამოსახულებებს მთელ ციხესიმაგრეში. თუნდაც საწოლის ზემოთ. საოცარი საწოლია, პირდაპირ ჩვენს წინ. ამდენი წლის შემდეგაც კი ისევ გაწყობილია. რაღაცა ოქროსფერ, ნარინჯისფერი საწოლის გადასაფარებელია. მართლა მომწონს. ძალიან მომეწონებოდა ბავშვი რო ყოფილიყავი ესეთ სახლში, ესეთ სასახლეში. უნდა ყოფილიყო საოცარი აქ ცხოვრება და ყველა ის კომფორტი გქონოდა, რაზეც ოდესმე იოცნებებდი. კიდევ ერთი მშვენიერი ტუალეტის მაგიდა, ამოჭრილი ორნამენტებით. რამდენიმე სუნამოს ბოთლი დატოვებულია. მაგრეფეოდე ტუალეტი პარიზიდან. მისი სუნი აქამდეც კი იგრძნობა. ყველგან რბილი სავარძლებია. ვაუ. და ეს კარადაც საკმაოდ საინტერესოა. ცხურის მატყლი. აგვაქვს ცხურის მატყლის ხალიჩა. ფრანჩესკო როზასპინა 1800-ში. ამ ქაღალდზე წერია. კარგი და ვხედავ, რომ აქვე უკან კიდევ ერთი კარია. ეს შპალერი უბრალოდ გადადის ამ კარის თავზე. შეგვიძლია გავხსნათ, ვიმედოვნებ, რომ შიგნით იღება. და ეს გვიჩვენებს ამ ადგილის სველი წერტილს. და ასევე დეკორატიული ნივთები. აშკარად შობის დროიდან უკვე ვნახეთ ნაძვის ხე. ეს არის ეს სურათი პირდაპირ აქ უკან. ძალიან ფერადი ნაძვის ხეა სადღაც. კარგი. მორიგი ფარშევანგის ბუმბული იატაკზეა. და ეხლა სააბაზანოში მამთავრებთ. ეს არის საშხაპე კუთხე, სადაც აქ მცხოვრებ ყოფილ მფლობელს შეეძლო პირდაპირ თავისი ოთახიდან მიეღო შხაპი. შემდეგ გვაქვს ტუალეტის განლაგება. ტუალეტი დეტი და ბიდე. და ის კიდევ ერთი ხელსაბანი. რამდენი ხელსაბანი შეიძლება გქონდეს ერთ ოთახში? შემდეგ, რა თქმა უნდა, სადაც შეეძლო კბილების გახეხვა, მაკიაჟის გაკეთება, უნდა ყოფილიყო საოცარი. და აქ შეგიძლია გაიხედო ამ სასახლის ბაღებზე. გარეთ ისევ dreams. ამ ადგილის გადაღება მართლა შემიძლია გავაქცელო. მართლა შემიძლია ამ ადგილის გადაღება უსასრულოდ გავაქცელო. აქ იმდენი რამეა სანახავი. და არ მინდა გადაღება შევწყვიტო. მინდა ვუყურო ამ ყველაფერს და გავიარო აქ. მგონია რომ დღეს აქ დავიძინებ და დილით ისევ გადავიღებ. მომეცინება კიდევ ერთხელ გაჩვენო ჯერი, მაგრამ ამჯერად უფრო დეტალურად. მაგრამ საბედნიეროდ ჯერ კიდევ არ დაგვინთავრებია. კიდევ რამდენიმე ოთახი გვაქვს დასათვალიერებელი, ასე რომ დრო აღარ დავკარგოთ და შევიდეთ.
ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რომ დანარჩენ ნაწილსაც გაჩვენებთ. და აქ კიდევ ერთგვარ სასადილო სივრცეში ვხვდებით. შუაში მშვენიერი სასადილო მაგიდაა. მაგრამ როცა ამ ოთახში შედიხართ, ყურადღებას პირველ რიგში ჭერი იქცევს. მოავლეთ თვალი ნამუშევრებს, რომლებიც აქ მხატვარმა 1860 წელს შექმნა. დიდი ალბათობით, რომ მას ამ ყველაფრის დასრულებას წლები დასჭირდა. და შეხედეთ ამას. ეს ერთგვარი ორნამენტია. ზამთარი აქ ჩვენს წინ. შემოდგომა. დიახ, ეს სეზონებია, რომლებიც ჭერზეა გამოსახული. აქ ზაფხულია გამოსახული. და ბოლოს, რა თქმა უნდა, აქვე გაზაფხულიც გვაქვს გამოსახული. ვაუ, ეს მართლაც მშვენიერია. და ჭერზეც სხვა რაღაცებსაც ვხედავ, მაგალითად აქ გამოსახული ციხე, ოთახის კუთხე. ეს ანგელოზები ციხეს ან სასახლეს ხატავენ. და ჩვენ გვაქვს ციხის კიდევ ერთი გამოსახულება. ისინი ასევე სეზონებთან ერთად ბრუნავენ. ეს არის ციხე ყველა სეზონში. ვაუ. ანგელოზები უკრავენ მუსიკას. და აი ციხესიმაგრე კიდევ ერთ სეზონში. უბრალოდ საოცარია. ადამიანი, რომელმაც ეს შექმნა, ნამდვილად ხელოვნების ოსტატი იყო. მოდით ამ ოთახში გავიაროთ და ვნახოთ კიდევ რას აღმოვაჩენთ მის შიგნით. და აქვე გვაქვს ეს მარაოებიც. შეიძლება მსახურებისთვის იყო, რომ ამ სასახლის მაცხოვრებლები გაეგრილებინათ. კარლოსი და მისი ოჯახი. ლებონერ დე სემონდე. ეს ფრანგი პოეტია. კარგი. ქვემოთ უზარმაზარი ჩინური მინგის ვაზა. და ხისმური. რატომ არის ეს ხისმური აქ? არანაირი წარმოდგენა არ მაქვს. სამწუხაროდ ეს ადგილიც ომიანობის დროს იყო ჩართული. აქ ხედავთ სამ იტალიელ ჯარისკაცს, სავარაუდოდ მეორე მსოფლიო ომის დროს და ისინი ნაცისტებთან იყვნენ ალიანსში. არ ვაპირებ მათ განსჯას. ეს უბრალოდ სურათია. მაგრამ ეს არის რეალობა, მეგობრებო. ესეთი რაღაცებიც ხდება ამ ციხეებში. ლამაზი სანთელი აქ ბუხრის თავზე. ვაუ. აქ გვაქვს თვითონ ბუხარი. მის წინ შესანიშნავი ხელოვნების ნიმუშია. ამაზეც ლამაზი მამულია გამოსახული. და ბუხარი აქ ოთახის კუთხეში. ეს მხოლოდ სამმაგად განლაგებული ბუხარია. და როგორც ის მეორე, რომელიც 5-ჯერ 5 საკვამურითაა ერთმანეთზე განლაგებული. ისინი ყველა ერთსა და იმავე საკვამურში მთავრდება. აქაც კიდევ ერთი დიპლომია. ვაუ. ინვენციონი. გამოგონება. ეს იტალიურად გამოგონებაა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რას ნიშნავს სრულად. ეს არის 1923 წლიდან და რომანოს ეკუთვნის. რომანო შეიძლება ამ ადგილის მცხოვრებიც იყოს. ვაუ. აქ ზემოთ კიდევ მეტი ნამუშევარია. ეს სურათი გვაქვს, ეს ორი ბავშვი თავიანთ ცხენებთან ერთად. რატომ არის ეს თოგი აქ? მგონი ამას მიზანი არ აქვს. ეს საოცარია. და შემდეგ გვაქვს ეს კარატა. შიგნით კაცის სურათია. ეს ალბათ თვითონ კარლოსია. ქვედა ნაწილში ბეჭედიც კი აქვს, რაც მის ავთენტურობას ადასტურებს. კიდევ ერთი სურათიც არის. და ესეც. ძალიან საინტერესოა ამის პოვნა. ეს კიდევ ერთი სასადილო სივრცე იყო, ან კიდევ ერთი დასასვენებელი ადგილი, სადაც სასმელს მიირთმევდნენ. დიდი ალბათობით. დიდი ბიბლიოთეკა, დიდი წიგნების თარო აქ მარჯვლივაც. სხვადასხვა ტიპის
საზღვაო კვანძებია გამოფენილი და რა თქმა უნდა, უამრავი ენციკლოპედია. 1963 წლის წიგნი, 1962 წლის ლექსიკონი, სოფლიო ენები. ეს სიგიჟეა. მოდით დავხუროთ ეს. ნახეთ რა გვაქვს აქ ქვემოთ. კიდევ უფრო მეტი წიგნი, სხვადასხვა თემაზე. იტალიური კულტურა. ვარს ასევე ამ წიგნის კარადის დიზაინი. ალპების მთათა სისტემა. და კიდევ ერთხელ ეს ძალიან ლამაზი ჭერი. დაჩვენებთ ამას. ვაუ. ის სეზონები უბრალოდ გამაოცა. ეს ისეთი მაგარი იდეაა, რომ ჭერზე გააკეთო. და მგონი რომ აქვე ჩემს გვერდით კიდევ ერთი საძინებელია, რომელიც უნდა გაჩვენოთ. ერთ-ერთი ბავშვის სათამაშო დათუნია. ვაუ. რამდენიმე ბუკლეტი. და ეს არის სურათი ციხესიმაგრის გარედან. შეხედე ამას. ნახეთ რას მივაგენი ხალხო. ეს სრულიად საოცარია. ეს არის სასახლის სასადილო დარბაზი. დარბაზი, რომელშიც პირველად შევედით, ყველა სანთლით განათებული. ვაუ. ეს არის ეზო პირდაპირ ზემოთ რომ არის. ეს მართლაც საინტერესო აღმოჩენაა. აქ გვაქვს ორადგილიანი საძინებელი, სადაც საწოვზე მრავალი დოკუმენტია გამოფენილი. შეხედე ამას. აქ არის საბრძოლო ჩაფხუტი. და ციხის ზოგიერთი დიზაინი თაღებიდან. და ამ ადგილის მშენებლობა. შოკოლადის ყუთი. შეხედე ამას. ეს უბრალოდ ზედმიწევნითაა გაკეთებული. ჩვენ გვაქვს ეს მოპირკეთებული ყუთი და ის მხოლოდ საუკეთესო შოკოლადებისთვისაა. და ეს მარიასთვისაა 25 დეკემბერი 1914 წელი. ასე რომ ეს დიდი ალბათობით იმ დროისათვის ვიღაცისთვის შობის საჩუქარი იყო. ვაუ. შეგიძლია წარმოიდგინო, რამდენი შრომა დასჭირდათ ამ ყუთის დასამზადებლად და მერე უბრალოდ შოკოლადებით რომ ავსებდნენ. სასახლის კიდევ მეტი დიზაინი. თუ გინდა, შეგიძლია აქ არსებული დიზაინებით ეს ადგილი აღადგინო. და სცენარები და ყველაფერი ამ საძინებლის თავზეა. არ ვიცი ამას როგორ ეძახით. ესეთ შობის დროიდანაა. ჰოლანდიურად ამას კესტალს ვეძახით, მაგრამ ინგლისურად რა ქვია არ ვიცი, ინგლისური გამოთქმა. ასე რომ ეს ადგილი ნამდვილად შობის დროს მიატოვეს და ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა. სამმაგი ოთხმაგად დალაგებული ღუმელი პირდაპირ ჩემს წინ. და ამით მთავრდება ეს საძინებელი. ვაუ. შეიძლება აქ კიდევ რამე ვიპოვო. მაცადე ცოტა უფრო შორსაც შევხედო. კიდევ რამდენიმე დიზაინი ჭერის კარნიზების, რომლებიც ამ სასახლეშია დამონტაჟებული. ქანდაკებები და ყველაფერი. დაინახე რომ აქ კიდევ ერთი ოთახია. სად მთავრდება ეს? სასახლის ბოლოში რამდენიმე სათავსოა. კიდევ უფრო მეტი შობის დეკორაცია. აქ არის მეტი შესაფუთი, ქაღალდი და სხვადასხვა ნივთები. შობის ვარსკვლავი პირდაპირ იქვე. ჩვენ გვაქვს ამ სასახლის ერთი ბოლო პატარა ნაწილი, დასათვალიერებელი. ეს არის ეზოს ეს მხარე. აქ რამდენიმე ოთახია და რა თქმა უნდა, ავალთ ამ ადგილის კოშკშიც. წავედით. და როგორც ხედავთ, ისევ სრულად არ მიჩვენებია ეს, აქ მიმდინარეობს მშენებლობა.
მინდა კიდევ ცოტა მეტი გიჩვენოთ ამ ეზოს შესახებ. ეს საათის ციფერბლატი აქვს. ალბათ ძალიან დიდი ხანია კიდია და ეს ყველაზე მეტად ალბათ მატარებლის კომპანიისგან არის. ეზოს შუაში ლამპარია და იმ შესასვლელსაც უფრო დეტალურად გაჩვენებთ. იმ ხარეს თლიანი ხეც კი გქონდათ, რომ ტანსაცმელი ჩამოეკიდათ აქ შესასვლელი დარბაზში. ვაუ. სასიამოვნოა ამის ნახვა. კარგი. საბედნიეროდ წვიმა შეწყდა. თუმცა უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდაც შეწყდა, რადგან ძალიან მომწონდა ის. მაგრამ კი მალე უნდა გავიდეთ და კარგია რომ აღარ წვიმს. კარგი აქ რამდენიმე ოთახია, ზოგადი საწყობები, ალბათ ციხესიმაგრის მუშებისთვის. აქ ზემოთ ღვინოა, სხვა ინსტრუმენტებიცა უბრალოდ სხვადასხვა საწყობის ნივთები. შეგიძლიათ ნახოთ შაქარი და სხვა რაღაცებიც. და აქვე ძალიან დიდი ხის გროა ყველა ბუხლისთვის, რაც ამ ციხესიმაგრეში იყო. რადგან რა თქმა უნდა, ცენტრალური გათბობა არ არსებობდა. არც 1800-იან წლებამდე. ალბათ არც 1900-იან წლებამდე, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მათ ბევრი შეშა სჭირდებოდათ ყველა ბუხრის გასათბობად ამ ციხესიმაგრეში. ვაუ. შეხედეთ ამ შადრევანს, რომელიც ამ ხარეს გვაქვს. მგონია რომ ონკანი მოგვიანებით დაამატეს, თავიდან უბრალოდ თავი ასხამდა წყალს და შემდეგ. ეს ონკანი მოგვიანებით დაამატეს და მთლიანად მარმარილოთია გაკეთებული. ვაუ, ეს მშვენიერი ნამუშევარია. და ეხლა აქ ტუალეტებიც გვაქვს. კარგი. ზოგი შამპუნიც კი და ყველაფერი აქვეა დადოვებული. და მგონია რომ ეს ეზო და ეს ციხე დარბაზი მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის ბოლოს ღვინის წარმოებისთვის და მათი პროდუქციის საჩვენებლად გამოიყენებოდა. დაინტერესებული მყიდველებისთვის უდაოდ. კარგი, და შემდეგ გვაქვს ეს კიბე, რომელიც ზევით სხვა სართულებზე მიგვიყვანს. აქ კიდევ ერთი ნაწილია, აი ეს დიახ, აქ ჯერ სამზარეულო არ გვინახავს და დიდი ალბათობით სამზარეულო აქ იქნება. აქ მსახურები მუშები მუშაობდნენ, როგორც ხედავთ, ბევრი ნაგავი და უსარგებლო ნივთებია. რადიო და კიდევ სხვა ნივთები. კარგი, აქ რას ვხედავთ? ბუღალტრის მაგიდა და ასევე რამდენიმე ფირის რულონი. ეს ძალიან საინტერესო. იქ არაფერია საინტერესო. რა ტიპის ოთახი გვაქვს აქ? ეს ძალიან საინტერესო ჩანს. კარგი, ეს კიბეებით ბოლომდე ჩადის. ძალიან სახიფათოა, ძალიან სახიფათოა. და მივდივართ წინა იმზე, აივანზე. საიდანაც შეგიძლია ციხესიმაგრიდან გახვიდე. შეიძლება საიდუმლო გასასვლელია აქედან. აქ კიდეც კასრები გვაქვს. ღვინის წარმოების კასრებია და ეს კიდევ ერთ სარდაფში გადის. ვაუ, ამ ციხესიმაგრის ქვეშ გვირაბების სისტემა საოცარია. უკვე ვნახეთ თვითონ სარდაფი და მთელი ღვინის წარმოება და კიდევ გვაქვს ეს სარდაფი, სადაც შეიძლება ამ ციხესიმაგრის ყველაზე ძვირადღირებული ღვინოები ინახებოდა. ვაუ, აქაც კი რამდენიმე ბოთლი ღვინო დაუდოვებიათ ხელუხლებლად და კედლებზე უამრავი ობობა. საბედნიეროდ ობობების არ მეშინია, მაგრამ აქ ასობითაა. არა, ეს ობობები არ არის. ღმერთო ჩემო, პირდაპირ ჩემზე გადმოხდა. არ ვიცი რა სახის ცხოველები არიან ესენი. გონია რომ ესენი ხტუნია ობობები არიან. ვგრძნობ ამას.
კარგი, ამ სალდოფიდან უნდა გავიდე. მიუხედავად იმისა, რომ ობობები არ მეშინია, ცოტა მაინც მაშინებენ, უნდა ვთქვა. დავბრუნდით მოსამსახურეების ოთახში. მგონია, რომ სამზარეულო იმ ხარესაა. მოდი შევხედოთ. ხედავ მაციურებს, რაღაც სხვა ნივთებს. არა, ეს უბრალოდ სარეცხი ოთახი იყო. ქვემოთ აქ არის სამზარეულო. ჯერ მოდი ამ ოთახს შევხედოთ. მთელი სარეცხი აქ დარჩენილია და მაციურის მაგნიტებიც კი იმ ადგილებიდან, სადაც ეს ადამიანები იმოგზაურეს. ნიუ-იორკი, ლეიკ პაუელი, ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებში. შემდეგ აქ ამ ადგილის სამზარეულოში ხვდებით, როგორც ხედავთ, ძალიან ჩვეულებრივი სამზარეულოა და დიდი ალბათობით აქ მოსამსახურეები მუშაობდნენ და ციხესიმაგრის მეპატრონეებისთვის საჭმელს ამზადებდნენ. ვაუ! ყველაფერი აქ ისევ ხელუხლებლა და ზუსტად ისე, როგორც იმ დღეს დატოვეს. და რა თქმა უნდა, რადგან იტალიაში ვართ, ამ სამზარეულოში პიცის ღუმელიცა, სხვა სარცველოდი. მარჯვენა გარს გვერდი აუარე და ეს ცუდი არჩევანი იყო. არჩევ უკვე ვეჯობდი, მაგრამ აქაც სარდაფია. ასე რომ უკვე მესამე სარდაფში ჩავდი ვართ ამ ადგილას. დიახ, ამ პატარა ფანჯარას შევხედე და ის კიდევ ერთ სარდაფში გადის, ამ ციხესიმაგრეში. საინტერესო, აქაც ძალიან პატარა სარდაფია. კიდე უფრო მეტი კიბეა ქვემოთ. ეს ლაბირინთივითა აქეთ-იქით მიდიხარ, ყველგან ობობები კედლებზეა. უბრალოდ საშიშია ამის ნახვა. აქ საწოლია. აქვე საწოლია, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყო. ამერთო ჩემო, ეს სულ გძელდება და ბძელდება ციხესიმაგრის ქვეშ. სად ამოვალ, სად დავასრულებ? ავასრულებ. კიდევ ერთი პატარა საგანი, სავსე ამ ტიპის ობობებით. ამერთა ჩემო. შეიძლება ეს იყოს საპრობილე. შეიძლება გავხსნა. თუ შევძლებ, ძალიან ჟანგიანად ჩანს. კარგი. არ მეკუნა რომ შევძლებდი. არა, სამწუხაროდ ვერ ხსნი, მაგრამ ვაუ, რა თავგადასავალია ღმერთო ჩემო. ციხესიმაგრის ქვეშ გვირაბების სისტემა ყოფილა. ძალიან საინტერესო. ღმერთო ჩემო, აქ იატაკზე ცხოველის მოკვეთილი. ნეშტია, მგონი ციკვია, დეტალებში არ შევალ. ძალიან ცუდი სუნი აქვს. და აქ ქვეშ კიდე უფრო მეტი გვირაბია. რა თქმა უნდა, ამასაც შევამოწმებთ. თუ შევძლებთ, რა თქმა უნდა. ეს ძალიან დიდი ხანი არ გაუხსნიათ. ჩემი ფანარი. ეს ცოტა შემაშინებელი იყო, კამერა უბრალოდ ჩამოვარდა, ჩემი ფანარიდან ბატარეა ამოვარდა, აღარ მქონდა სინათლე, მიწევდა ასე მიცოცება, რადგან სარდაფი ღია იყო. მოდი ვცადოთ გავხსნათ, დიდი ხანი არ გაუხსნიათ. შემდეგ კი შიგნით შევალთ და ვნახავთ რა არის იქ. გიჟი ვარ, რომ ესეთ რაღაცებს ვაკეთებ, ცოტა შეშლილი ვარ, მაგრამ ეს ყველაზე მეტად მიყვარს. ალბათ ჩიხი იქნება. არა, ასე არ არის, არა, ასე არ არის. სასახლის ქვეშ კიდევ ერთი გვირაბების სისტემა არის. ვაუ. სამწუხაროდ ის მხოლოდ სანტექნიკისთვისაა.
მაგრამ შეიძლებოდა სხვა რამეც ყოფილიყო, ასე რომ შანსს არასდროს უშვებ ხელიდან. კარგი, დაუბრუნდეთ. რა თავგადასავალია მეგობრებო. აქ იმდენი ცხოველია. მოდით გამოვიდეთ ამ სარდაფიდან, რადგან გონია რომ აქ დღეების განმავლობაში შემიძლია ვიყო და ვეღარც შესასვლელს ვიპოვი და ვეღარც გასასვლელს. კარგი, უკვე საკმაოდ დავიღალე ამ საქმით, მაგრამ წავიდეთ კიდე უფრო შორს. ისევ დაიწყო წვიმა. ეხლა დროა ამ ადგილის ზედა სართულებზე ავიდეთ. ეს კი მიგვიყვანს ამ კიბეებთან. მოდი ჯერ მარცხნივ წავიდეთ. ვაუ. ეს უზარმაზარი სხვენია, რომელიც ჩემს წინ 10 მეტრზე მეც იკავებს. დაჯერება ძნელია. ალბათ ღვინის წარმოებისთვის განკუთვნილი საწყობია და კიდევ სხვა ზოგადი ნივთებისთვის, რომლებიც სასახლეში გამოიყენებოდა. იქ კარს ვხედავ. ის ისევ რაღაც საწყობში გადის. ღმერთო ჩემო, შეხედე ამ ოთახს და მის ჭერს. ეს უბრალოდ საოცარია. ეს სამლოცველოს გავს. ვაუ. აქ რამდენიმე ბუკლეტიც კიდევს. ამბობს რომ ეს არის 1940 წელს. 40 წელს. აქ ბოლო რამდენიმე ოთახია. კარგი. მოდით ვნახოთ რა არის აქ ბოლოში. საინტერესო. აქ გვაქვს ხორბლის საფქვავი მანქანები. კარგი. და რამდენიმე ყუთი წვენისთვის, ღვინისთვის. როგორც ხედავთ, აქ არის ღვინის ბოთლებიც. ყველა გახსნილი ღვინის ბოთლია. და ეს ამ სხვენის ბოლო ოთახია. აქრე ჩემს წინ კიდევ ერთი სპირალური კიბეა. და ეს მიგვიყვანს ციხესიმაგრის კოშკში. გრძელი გზა გვექნება, რადგან ეს კოშკი ძალიან მაღალია. კარგი. წავიდეთ ზემოთ. ზემოთ და კიდევ ზემოთ. სანამ ვეღარავთ. პატარა კარია აქ. მოდით გავხსნათ ეს. წავიდეთ უფრო შორს. ღმერთო ჩემო. გონი ეს ნაწილი უნდა დავაჩქარო. კარგი ყველანი. ჩვენ მივედით ციხესიმაგრის მწვერვალზე. კოშკის შიგნით. და სამწუხაროდ წვიმს, ამიტომ ხედი ისეთი ლამაზი არ არის, როგორც ჩვეულებრივ. მაგრამ ნება მომეცით ეს შედევრი გაჩვენოთ. ვაუ. მე ვფიქრობ, რომ ის მაინც საკმაოდ კარგია. შეგიძლია მთელ ხეობას გადახედო. ეს მშვენიერია. მომეცინება დავჯდე და გითხრა რომ ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ცოტა დაღლილიც. ეს უზარმაზარი ციხესიმაგრე იყო. და ვიცი რომ ეს ვიდეო ძალიან გრძელი გამოვიდა, მაგრამ ნამდვილად ღირდა. ყოველ ოთახს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები ჰქონდა და ეს გამოცდილება ძალიან მომეწონა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ კვირის ვიდეოს ყურებისთვის. რომ მოგეწონათ, გთხოვთ, მოიწონოთ ვიდეო, დამიწეროთ კარგი კომენტარი ქვემოთ და გამოიწეროთ არხი თუ აქ ახალი ხართ, რადგან ყოველ კვირას ვირთავთ ვიდეოებს ასეთ ადგილებზე. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ერთი რამ არის.
აღწერაში არის მული Patreon-ზე, სადაც შეგიძლიათ არხს მხარი დაუჭიროთ და დაგვეხმაროთ მცირე შემოწირულობით, რათა ასეთი ექსპედიციები შესაძლებელი გახდეს. დიდი მადლობა და მომავალ კვირას კიდევ ერთ ეპიზოდში გნახავთ. ნახვამდის. ძალიან მიყვარხართ.